გითქვამს ჩემთან რომ ღამე გაეტარებინა ქალს ფული გადაუხადეო. ეს სიმართლეა? ზაფერ გთხოვ. გასული წლის 14 ნოემბერი. ის დღე კარგად მახსოვს ონორ, რადგან გულისთანის დაბადების დღე იყო. ჩვენი სასტუმროს ზედა სართულზე დაგინახე. შეჰრაზადთან ერთად. სანამ გულისთანს ველოდებოდი, ვიფიქრე დაველაპარაკები მეთქენ. მაგრამ დავინახე ამ დროს შეჰრაზადს ესაუბრებოდნენ. მაშინ რა თქმა უნდა შეჰრაზადს არ ვიცნობდნენ. ძალიან გაღიზიანებული მომეჩვენა. ასეთი ონური ადრე არ მენახა. ერთი შეხედვით ჩანდა რომ უსიამოვნება გქონდათ. შორიდან გიყურებდით, შეჰრაზადთან ერთად ლიფტში შეხვედი. მეგონა წახვედით, მაგრამ სიმართლე გითხრა ეჭვი შემეპარა. გამოსვლის დროს კი შენი მანქანა ავტოსადგომზე დავინახე. მივხვდი რომ ის ღამე სასტუმროში გაატარეთ ონორ. 2 დღის შემდეგ კი ბინიაფეში შეჰრაზადი გავიცანე. გახსოვს? დაძაბულები იყავით. ვიფიქრე რომ თქვენ შორის ნამდვილად რაღაც მოხდა. ქერემმა რომ მითხრა ფული გადაიხადაო. მაშინვე ის ღამე გამახსენდა და მივხვდი საქმე რაშეც იყო ონორ. ხომ იცი ონორ, ამ საიდუმლოს ვერავინ გაიგებს. მაგრამ თვითონ შენ გტანჯავს. ამას ხედავ. თუ რამის თქმა გინდა, შეგიძლია გული გადამიშალო ონორ. ბოინგი 925 კოპენჰაგენის მიმართულებით ასაფრენად მზადაა. ჩვენი რეისი გამოაცხადეს, წავიდეთ. მგზავრებს ვთხოვთ 155 გასასვლელთან მობრძანდნენ. გაწყენინე, მაპატია. არა ზაფერ, არაფერი მწყენია. უბრალოდ რაღაც მინდა გითხო. ქერემთან ამის შესახებ ხომ არაფერი გითქვამს? არა, რას ამბობ ონორ? გულისთანისთვისაც არაფერი მითქვამს. დამშვიდი, ამას ვერავინ გაიგებს ონორ. ეს საიდუმლო ჩემთან ერთად დაიმარხება. დამშვიდი ონორ. მადლობ ზაფერ. ერთი წუთით. გისმენთ? ის ხალი ახლა სად არის? გასაგებია. მესამართი მითხარით. კარგი, ნახევარ საათში მანდ ვიქნები. ზაფერ, შენთან ერთად ვერ მოვდივარ. მარტო უნდა გაემგზავრო. რამე მოხდა ონორ? ძალიან სერიოზული საქმე მოქვს ზაფერ. პრობლემა, რომელიც სასწრაფოდ უნდა მოვაგვარო. კარგი. ნახვამდის ზაფერ. ნახვამდის. ონორ. თავს გაუფრთხილდე. წამოსვლა საჭირო არა. არავის უთხრათ სად ვარ. არა. ჩვენ შორის დარჩეს მეჰმედ ბეი. კარგი. ეს წუთია მოვედი.
კარგი, მე დაგირეკავთ. ნახვამდის. საქონელო, ტელევიზიით შენ არ გამომიყვანე? შენ არ მითხარი ასე თქვიო. ხმა ჩაიწვიდე, თორემ შემომაკვდები. თელი გამიშვი, მანიაკო. რაც გითხარი იმას იტყვი, არც ერთ ზედმეტ სიტყვას. არ ვიტყვი მეთქი. ხვირი გამიტეხე. ალაჰმა დაგსყებლოს. მოკლავ. რას აკეთებ ერდალ? შემოგაკვდება. მოგდეს რამე ნაღლება. ჯერ ტელევიზიით გამოვიდეს. ახლა ერდალ ქარაიოლჯოს ვილაში ვარ. დიახ, მისამართი თქვენ ციცით. დიახ, მეჰმედ ბეი. თუ ჩემს უსაფრთხოებაში ეჭვი შეგებარათ, საჭირო ზომები მიიღეთ. მოვიყვანეთ ონურ ბეი. ყველაფერს იტყვის. ამ მდგომარეობაში ადექი ხელპირი დაიბანე. ადექი მეთქი. წადი ხელპირი დაიბანე. გთხოვთ, აქეთ მოგბრძანდით ონურ ბეი. კამერები უნდა მოამზადონ. გამომართვი და ჩაიწვის სწრაფად. მაკიაჟით გაიგეთე. ალაჰმა დაგსყებლოს, მანიაკო. ლაპარაკს ისევ ბედავ? დამშვიდით, ქალი ჩვენს ხელშია ონურ ბეი. მე მშვიდად ვარ რაგიბ ბეი. თუ არა ლაპარაკდა თქვენს თავს დააბრალეთ. როგორ თუ არა ლაპარაკდა, ყველაფერს დაფქავს. კიდევ ვერ ვიჯერებ ეს როგორ დაგვემართა. ალაჰმა დაგიფარეთ. ეს ქალი რომ არ გაგიგდოთ, ვინიც ის რამახეს დაგიგებდათ. სასტუმროში წახვიდოდით, ფარული კამერით გადაგიღებდათ და მერე დაგაშანტაჟებდათ. ტენდერში მონაწილეობა არ მიიღოთ, თორემ ეგ ჰიპოთეზები თქვენთვის შეინახეთ რაგიბ ბეი. თქვენ თავს მომატრით. მზად ვართ? როგორ შევთანხმდით ისე ილაპარაკებ, გასაგებია? გავიგე. დავიწყოთ, მზად ვართ? დაჯექი. დაჯექი მეთქი. მობილურები გამორთული გაქვთ? გამორთეთ უდრო-დროს რომ არ დარეკოს. მზად ხარ? დავიწყოთ? სერკან? რა ხდება? ხვირი გასიებული აქვს. ეტყობა რომ ნაცემია. ცოტა ხანს ყინული ხომ არ დავადოთ? არ არის საჭირო. ასე არ გამოვა. კადრებმა ეჭვი არავის უნდა გაუჩინოს. ეს რა თავსატეხი გამიჩინე. ადექი ფეხი გამოადგე. წამოდი. ხუსნი გესმის? ყინული მოიტანე. რატომ გადაწყვიტეთ აღიაროთ, რომ ონურაქსალს ცილი დასწამეთ? იმიტომ რომ ძალიან ნანობ. თქვენი სინანული ძალდატანებით ხომ არაა გამოწვეული? არანაირი. ჟალეჰანიმ ონურაქსალმა რომ სამსახურიდან დაგითხოვათ. ძალიან გაბრაზდით, არა? შორის ძიებისთვის 7 თვე ემზადებოდით. მას მერე კიდევ 3 თვე გავიდა. ახლა კი ყველაფერს უარყოფთ. სიმართლეს მაშინ ამბობდით თუ ახლა? მაპატიეს, მაგრამ არ მესმის ასეთი სისულელე როგორ დაიჯერეთ. ამას ნამდვილად არ ველოდი. ვიფიქრე ტელევიზიით კი გამოვალ, მაგრამ მაინც არავინ დამიჯერებს მეთქი. სამწუხაროდ ყველამ დაიჯერა და პირველ რიგში თქვენ. დიახ, რადგან თქვენ სერიოზული ბრალდება წაუყენეთ. ყველა ცილის წამება დასაჯერებელია, თანაც ასეთი სისულელე. დაფიქრდით, ონურაქსალი პატივსაცემი ბიზნესმენია. ოდესმე მასთან დაკავშირებით ჭორები არსებულა? მასზე რაიმე ცუდი გაგიგიათ? არა, მაგრამ ჩვენ ვალდებულები ვართ ნებისმიერი სენსაციური ამბავი გავაშუქოთ. სენსაციებზე ნადირობთ, არა? მოდით თემას ნუ გადავუღოთ. ონურაქსალმა სიმართლის თქმა როგორ გაიძულათ? ხომ არ დაგემუქრათ? ჯობდა დამუქრებოდა. მას არჩელი შეიტანა. პროცესი ორშაბათს გაიმართება? დიახ. ონურაქსალი დაგპირდათ, რომ სიმართლის აღიარების შემთხვევაში სარჩელს უკან გაიტანდა. არაფერი უთქვამს. პირადად მე რამდენჯერმე დავურეკე, მინდოდა მეთქვა ჩემს დანაშაულს ვაღიარებ და სარჩელი აღარ შეიტანოთ მეთქი, მაგრამ ჩემს არც არ უპასუხა. ჟალეჰანიმ, იმაზე თუ გიფიქრია, თქვენი ცილის სამებით ონურაქსალს რა პრობლემები შეექმნებოდა? ძალიან ვწუხვარ. არ ვიცი ახლა აზრი აქვს თუ არა, მაგრამ ონურაქსალს და მთელ თურქ საზოგადოებას მინდა ბოდიში მოვუხადო. დიახ, პატივცემულო ტელემაყურებლებო, სენსაციური აღიარება მოვისმინეთ. ჟალე ერილდიზმა აღიარა, რომ ონურაქსალს ცილი დასწამა. ამის გამო ონურაქსალს და მთელ თურქულ საზოგადოებას ბოდიში მოუხადა. ჩვენს ბოდიშს გიხდით, რადგან ასეთი უხამსიცილის სამება ჩვენი არხით გადაიცა. კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს. დასრულდა. რამე ხომ არ გამოგჭა? რა სიტყვით კმაყოფილი ხართ? ადექი. ონურბეი, ყველაფერი ამ ნაძირავას ბრალია. გაჩუმდი და წამოდი. ეს ერდალის გეგმა იყო. ყველაფერი ამ იდიოტმა დაგეგმა. ალაჰმა დასყებლოს. გილოცავთ. ონურბეი, თქვენს ადვოკატს დაურეკეთ, დისკი დაგვიბრუნოს. ხოლმე ეს ჩანაწერი მზად იქნება.
ჯერ პირადად ნახავ. მერე კი მთელი თურქეთი. იმ შემთხვევაში თუ ეს ჩანაწერი ეთერში სრული სახით გავა, ადვოკატს დაურეკავ. ხო, მაგრამ ჩემში ეცნო შეიტანთ რაგიბე. რადგან დაგპირდით ამას გავაკეთებ კიდეც. ამაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ კარგი ხვალსაღამოს ჩანაწერს ისედაც ყველანი ერთად ნახავთ. სად მიბრძანდებით, მიგიყვანთ. საჭირო არ არის. Onur Bey, რა მოხდა მეჰმედ ბეი? აქ რატომ მოხვედით? ტელეფონი გამორთული ჰქონდათ და ვერ დაგიკავშირდით. ამიტომ მოვედი. რა მოხდა? თვითმფრინავი, რომლითაც უნდა გამგზავრებულიყავი, ჩამოვარდა? ზაფერ ბეი? უნებართვო თქვენს ოჯახს ვერ დაურეკე და ვერ უთხარი ცოცხალი რომ ხართ, Onur Bey. ალბათ ნერვიულობენ. არასწორად ხომ არ მოვიქეცი? არა, კარგი გიქნია. რადგან მითხარით, ჩემი ადგილსამყოფელი არავის უთხრათო, არ ვიცოდი რა მექნა. გილოცავთ, Onur Bey. მიხარია რომ გადარჩით. მადლობი ამან. მე გადავრჩე. მაგრამ ზაფერ ბეი დაიღუპა. სამწუხაროა. Onur, შენ ხარ? ეს იზმარია? გაირკვა როდის გადმოასვენებენ? არა, ჯერ გვამის იდენტიფიკაცია არ დასრულებულა. გულისტან ჰანიმი ბუქარესტში გაემგზავრა? არა, ძლივს დაარწმუნეს დარჩენილიყო. სინანი გაემგზავრა ზაფერისმამ, კერძო თვითმფრინავით. ვერ ვიჯერებ, რა საშინელებაა. ახლა მე და დედა ჩემი გულისტან ჰანიმთან მივდივართ. შენ როგორ ხარ? როგორ უნდა ვიყო? მომხდარის გამო განადგურებული ვარ. კარგი ბენო, მოგვიანებით დაგირეკავ. კარგი საყვარელო. Kardeşi gidiyormuş. Bukarestში მისი ძმა მიდის. En son holdingde. ბოლოს ჰოლდინგში ვნახე. Ona çarptı. შემთხვევით დავიჯახე. ხელი მომკიდა. დამემშვიდობა. თურმე უკანასკნელად. საყვარელო. Onur ელაპარაკე? არა. შენ და Onur შორის რა მოხდა?
შენ მიმართ უცნაურად იქცევა, უცნაურად გელაპარაკება. ზაფერი დაიღუპა დედამ. მე ის მამად მიმაჩნდა. ახლა ონურზე ლაპარაკის დროა. ეს ინფორმაცია როდის დაბეჭდეს? როგორ ჩანს მოასწრეს და წუხელ დაბეჭდეს. ერთადერთი ნუგეში ის არის, რომ შენ ცოცხალი ხარ, ონურ. არც კი ვიცი რა თქვა გულისთან ჰანიმ. რა უნდა თქვა, ზაფერი აღარ ყვავს. ამას წინათ დაიჩემა. დასასვენებლად წავიდეთ, მხოლოდ ჩვენ ორნიო. ჩვენ ცოცხარით დაღლილი ხარ და ცოტა დაისვენეთ თქვენ. მითხრა ბიჭებმა მირჩიესო. მალდივაზე სასტუმროც კი დაჯავშნა. ვინ იცოდა ეს უბედურება თუ გველოდა. დედამ უთხრა ვერ წამოვალ, გოგონებს ჯერ სკოლა აქვთო. მამაჩემი ძალიან მენატრება. ძალიან ონურბეი, არ ვიცი ამ ტკივილს როგორ გავუძლებ. მობრძანდით. ვიზიარებ. მობრძანდით. ვიზიარებ. ვიზიარებ. ცევალ ძვირფასო. გულისთან როგორ ხარ? როგორ უნდა ვიყო? არ ვიცი ზაფერის გარეშე ცხოვრებას როგორ შევძლებთ. ონურ, გუშინ ვერ მოგეფერე. ალახმა შენი თავი გვაჩუქა. მადლობ ცევალ ჰანიმ. ონურ. თქვენის ნებართვით დაგტოვებთ გულისთან ჰანიმ. რა თქმა უნდა, ონურ. გმადლობ რომ მოხვედი. რას ამბობთ, კიდევ მოვალ. გოგოებო, დედას გაუფრთხილდით კარგი? ლორიანი ტაფამწვარით მზად არის. რამადის აღმძვრელი სურნელია, გოგოებო, მოდით სანამ ცხელია შეჭამეთ. მე დაგტოვებთ. არაფერს მიირთმევთ არიქემა. არ მინდა. ბებიასთვის და პაპასთვის ხომ უნდა დაგვერეკა. დავურეკოთ. ახლა ხო, კარგი, წამოდი. მობილურზე ბებიას დავურეკოთ თუ პაპას? ჯერ პაპას, მერე კი ბებიას. კარგი. ასე აპირებ ცხოვრებას ალიქემა. სულ ასე უნდა იწვე? საკუთარ თავს აღარ ვჭირი. გოგოებზე ვდარდობ. აღარ გველაპარაკებიან. აზია გაიხსნა, იცი? არ შემემჩნევია. ერთხელ სიკაჩე ვიხედოთ. მეორად ნივთებში რა გვინდა? მაქვს საწოლი ხომ სჭირდება, რამე სიაფაჩე ვარჩევთ. ძველი საწოლის გამოგვადგება. ნახოთ, საჩქარო არ არის. როგორ არ არის? დღეები სწრაფად გადის, მალე მშობიარობის დრო მოგიწევს. ქსოვილებით მოვაჭრე სელამის 8 მეტრი ბამბის ნაჭერი გადავადებინე. შვილიშვილს პერანგები უნდა შევუკერო მეთქი. რა თქმა უნდა, გაუკვირდა, უნდა დაეთქვა მდიდარი სიდის პატრონი პერანგებს ხელით რატომ კერავო, მაგრამ მაშინვე დავამატე. ხელით შეკერილები მზაჟჯობია მეთქი. რას ვიზამთ? დიდარ ქმარ შენ არავინ დაგითმობდა ჯანსელ. ამაზე თავიდანვე უნდა გეფიქრა. დედა გთხოვ, მეზობლები უკვე კითხვებით არ მასვენებენ. ჯანსელი რამდენხანს დარჩება? სიძე რატომ არ ჩანსო? მთელი უბანი ჭორაობს. ალახ შემომეცე გაძლება. ხალხს საჭორაობს რა გამოულებს შვილო. ამას ვერ ავუკრძალავთ. დედა გთხოვ, გაჩუნდი რა. იმიტომ არ მithkomს რომ განერვიულდე, მაგრამ ეს სიმართლეა. დედა გთხოვ, ნუ არაფერს მეტყვით, ხოვრება ნუ შემაძულე. ამას როდემდე დამალავ. მეზობლები რამდენხანს ვატყუო ჯანსელის უმრად არის მეთქი. იქნება ჯობებს უთხრა რომ დაშორდით. დედა გთხოვ, გაჩუნდი. ასე ვიტყვი, რომ დაშორდით. თუ მიზეს მკითხავენ, აბა რა უპასუხო?
სად არის ბავშვის მამა? ვინ არის? იამანი ვარ. გამარჯობა. გამარჯობა. გურიე დეიდას მეწაღისთვის ზამთრის ფეხსაცმელი დაუტოვებია. ცედად ბიძიამ გამომატანა რომ გაული მიუტანეო. გმადლობ. შენ შეგაწუხეთ. რა შეწუხება? რამდენი უნდა გადავუხატოთ? რას ამბობ, მაღაზია არ სიფიქრა. ასე არ გამოვა. საფულე ვერ ვიპოვე, ალბათ ოთახში დავდე. ახლავე მოვიდა. ჯანსავ. ხო, არ გინდა. ჯანსავ. რა მოხდა? არაფერი. ნამდვილად რაღაც გაწუხებს. ეს ამბავი რომ გავიგე ძარღვებში სისხლი გამეყინა. ონური თურმე ძალიან მყარებია. თითქოს ღვიძლის მისდაღუპვის ამბავი გავიგე. თავს საშინლად გრძნობდი. ლამის გავგიჟდი მერთ. ალბათ საკუთარ ძმაზე ასე არ ინერვიულებდი ქერემ. ონურ ჩემი დანახვა არ უნდა. მგონი ვეზიზღები მერთ. გიგვირს? ცხოვრებაში ერთხელ შეუყვარდა, შენ კი საყვარელი ქალის სართმევა დაუპირე. რა უკნა მერთ? როგორ მოვიქცე? ქორწინება ვარდების ბაღი არ გეგონოს ჯანსო. ბედნიერი ქორწინება იშვიათია. 1000 გვარი დაბრკოლება არსებობს. სავლიანი კაცივით ლაპარაკობ რა? ალბათ მეტყვი ქორწინების რა გაგეგებაო. მართალიც იქნები. ჯერ დაქორწინებული არ ვარ. მაგრამ ბევრი სავლიანი მეგობარი მყავს. მაგალითად ჩემიდან. ქმარს ყოველდღე ეჩხუბებოდა. მაგრამ მას შემდეგ რაც ბავშვი გაჩნდა, ყველაფერი მოგვარდა. ახლა ბედნიერები არიან. შენც ბედნიერი იქნები. მომოისყენ. ბავშვი გაჩნდება და ყველაფერი გამოსწორდება. მე გათხოვილი არ ვარ იამან. არ ხარ? როგორ? კი, მაგრამ ბავშვი? ბავშვი უკანონოა. ცოლიანი კაცისგან. ჩათვალე რომ არაფერი მithქვამს. ეს უბალი ცოტა ჩუმად. შენ მე დიდი ხანია მიცნობ ჯანსავ. ამ საიდუმლოს არავის ვეთყვენ. გმადლობ. არ წავიდეთ? წავიდეთ. რა ხდება? რა ვიცი, აბა ფეხმძიმე ქალთან ერთად ყოველდღე ჩაის დასალევად მოდის. დაიძინა? ხო. ჩემმა საყვარელმა ბიჭმა დაიძინა. შეჰრაზად. ონურ ბეის დაურეკე? არ დაურეკა? სამჯერ დაურეკე. არ მიპასუხა. კმარა. ხო, მაგრამ ჩემთან დალაპარაკება არ უნდა მიხრიბან. ხომ არ შევაწუხებ? შეჰრაზად. ონურ ბეი სიკვდილს გადაურჩა. წარმოიდგინე თვითმფრინავში რომ ჩამჯდარიყო. ვინ იცის რა დღესია როგორ განიცდის? დაურეკე კიდევ ერთხელ, კარგი? არა. გულისტან ჰანემი ლამაზი ქალი ყოფილა. არ მიკვირს აფერბეის ცოლი ასე ძალიან რომ უყვარდა. ნელი, კმარა, მთელი დღე ამ ფოტოს უყურებ. ცოლთან ჩემზე ულაპარაკია. მისმა ცოლმა რომ მითხრა ზაფერი თქვენზე ხშირად მელაპარაკებოდაო, ძალიან შემრცხვა. ახლა უფრო მეტად განვიცდი. ეს იხცხვენია, სამარცხვინო არაფერი ჩაგიდენია. კარგია ზაფერბეის ურთიერთობაზე უარი რომ უთხარი. ნეტავ მასთან ყოფილიყავი. ნეტავ ამ სიყვარულზე უარი არ მეთქვა. სისულელის ნუ ამბობ. გარდისგან არ იცი რას ლაპარაკობ. ჩემზე გულნატკენი წავიდა. არა. დამშვიდებული სინდისი წავიდა, რადგან ცოლისთვის არ უღალატია. მელე გთხოვ თავს ნუ იტანჯავ. ონურ ბეი. საღამომშვიდობისა ბენო, როგორ ხარ? გმადლობ, თქვენ როგორ ბრძანდებით? ვცდილობ კარგად ვიყავ, მაგრამ ჯერ ვერ ვახერხებ.
ადვილი არ არის, მართალი ხართ. Senden ბენო, რაღაც მინდა გთხოვო. Buyurun. გისმენთ? ცოტა ხანში ტელევიზორი ჩართე. Açarım da. ჩავთავ რა ხდება? lütfen. ჩართე გთხოვ. Yine tatsız bir şey. ისევ რამე ცუდი მოხდა? არა, ცუდი არაფერი. Bir şey daha კიდევ ერთი სათხოვარი მაქვს. Buyurun. გისმენთ? Sen televizyonu aç. ხო, ტელევიზორს რომ ჩართავ, შეჰრაზადი შენს გვერდით იყოს. მაგრამ არ უთხრა ეს მე რომ გთხოვე, კარგი? Merak etme. ნუღელავთ. Teşekkür ederim. გმადლობ ბენო. ნახვამდის. Akşam. ნახვამდის. ფერიდი ჰანი, საღამომშვიდობის პირდებს. საღამომშვიდობის. ონურ ბეი ზევით არის, აბრძანდით, გთხოვთ. Allah'ıma şükürler olsun. ალლაჰ შენ გადმოგხედე მოწყალე თვალით. ონურ, შვილო. Hayrola რა anne? ხდება დედა? Babamın ხომ არ დაგავიწყდა მამა ჩემი შვილი რომ ვარ? ონურ, გთხოვ. Ayrılık. Şehrazat? შეჰრაზად. ბენო, გამარჯობა, შემოდი. არა, ახლა არა, შენ ამოდი. რატომ? Ne bileyim. არ ვიცი, დღეს შენ მესტუმრე. Hiç halim yok. დაღლილი ვარ, ბენო, შენ შემოდი რა. გთხოვ, შეჰრაზად, წამოდი. რადგან ჩამოხვედი, შენ შემოდი. Bak hem melek. მელიქიც აქ არის, რომ გნახავს გაუხარდება. İyi peki. Kargi. Hadi. წამოდი. Mihriban abla. მიხრიბან ზევით ავდივარ. კარგი. ქერემა რომ დამირეკა და მითხრა ონურის თვითფრინავი ჩამოვარდაო, ვერ წარმოიდგენა დღეში ჩავარდი. ალაჰს თხოვე სასწაული მოახდინე და შვილი ცოცხალი დამებრუნე მეთქი. ალაჰმა მოწყალება მოიღო. ცოცხალი ხარ ონურ. ონურ. ჩემი ცხოვრების აზრი შენ ხარ. ამიერიდან გულს არასოდეს გადგენ. შენ ჩემი შვილი ხარ, შენი ცოდვებით და შეცდომებით. hangi gün? რა წოდებით დედა? არა, არაფერი. უბრალოდ ისევ თქვი. Sen ჩემი მაინც არ გჯერა რა? ჯერა შვილო. მე შენი დედა ვარ, ვიცი რომ გატყენინე, მაგრამ ეს შეცდომა უნდა მაპატიო. გთხოვ, დაივიწყე. senin bu გაპატიებდი დედა. საქმე ჩემს ღირსებას და თავმოყარებას რომ არ ეხებოდეს. ონურ, მე არქიტექტორ ჟალე ერილდიზისგან მორიგის სენსაციური აღიარება. ვერ ვაპატიე სამსახურიდან რომ გამომაგდო. მომხიბლელმა არქიტექტორმა ონურაქსალს სილი რატომ დასწამა? წამიერი გაბრაზების გამო. სიმართლეს მაშინ ამბობდით თუ ახლა? ძალიან ნანობ. ძალიან ნანობს. ქერემ, გისმენ დედა? ტელევიზორი ჩართე. რა მოხდა დედა? ჩართე და საკუთარი თვალით ნახე რაც მოხდა. მასთან ერთად ღამე რომ გაგიტარებინათ ონურაქსალს თუნთის ფული არ შემოუთავაზებია? არ შემოუთავაზებია. ესე იგი ასეთი რამ არ მომხდარა. არ მომხდარა. თუ კი ასეა ონურაქსალს სილი რატომ დასწამე ჯალეჰანიმ? სამსახურიდან რომ გამომაგდო, იმიტომ შურის ძიება გადაწყვიტე. შურის ძიება გადაწყვიტა. ახლა რაღაც იტყვი. გმადლობ რომ დამირეკე დედა. მეგობარს რა სინდისით შეხედავ, ქერემ? anne დედა მაპატია 2 მილიონი დავკიდო. ამ ტვირთით ცხოვრებას აპირებ? არ შეგრცხვება? კმარა დედა. რატომ გადაწყვიტეთ აღიაროთ რომ ონურაქსალს სილი დასწამეთ? იმიტომ რომ ნანობ. თქვენი სინანული ძალდატანებით ხომ არაა გამოწვეული? არა. ჟალეჰანიმ ონურაქსალმა რომ სამსახურიდან დაგითხოვათ. ძალიან გაბრაზდით. შურის ძიებისთვის 7 თვე ემზადებოდით. მას შემდეგ კიდევ 3 თვე გავიდა. ახლა კი ყველაფერს უარყოფთ. სიმართლეს მაშინ ამბობდით თუ ახლა? მაპატიეთ, მაგრამ არ მესმის. ასეთი სისულელე როგორ დაიჯერეთ? ნამდვილად არ ველოდი, ვიფიქრე ტელევიზიით კი გამოვალ, მაგრამ არავინ დამიჯერებს მეთქი. სამწუხაროდ ყველამ დაიჯერა. და პირველ რიგში თქვენ. დიახ, რადგან სერიოზული ბრალდება წაუყენეთ. ყველა ცილის წამება დასაჯერებელია? თანაც ასეთი სისულელე. დაფიქრდით. ონურაქსალი პატივსაცემი ბიზნესმენია. ოდესმე მასთან დაკავშირებით ჭორები არსებულა? მასზე რაიმე ცუდი გაგიგიათ? არა, მაგრამ ჩვენ ვალდებულები ვართ ნებისმიერი სენსაციური ამბავი გავაშუქოთ. სენსაციებზე ნადირობთ, არა? მოდით თემას ნუ გადავუხოთ. კიდევ ერთი კითხვა. ონურაქსალმა სიმართლის თქმა როგორ გაიძულათ? ხომ არ დაგემუქრათ? ჯობდა დამუქრებოდა. მან სარჩელი შეიტანა. ასეთი რამ არ მომხდარა? არა. პროცესი უშაბათ გაიმართება? დიახ. ონურაქსალი დაგპირდათ რომ სიმართლის აღიარების შემთხვევაში სარჩელს უკან გაიტანდა.
არაფერი უთქვამს. პირადად მე რამდენჯერმე დავურეკე, მინდოდა მეთქვა ჩემს დანაშაულს ვაღიარებ და სარჩელი აღარ შეიტანოთ მეთქი, მაგრამ ჩემს ზარს არ უპასუხა. ჟალეჰანი, იმაზე თუ გიფიქრია თქვენი ცილის სამებით ონურაქსალს, რა პრობლემები შეექმნებოდა? ძალიან მწუხვარ. არ ვიცი ახლა ამას აზრი აქვს თუ არა, მაგრამ ონურაქსალს და მთელ თურქ საზოგადოებას მინდა ბოდიში მოვუხადო. დიახ, პატივცემულო ტელემაყურებლებო, სენსაციური აღიარება მოვისმინეთ. ჟალე ერილდიზმა აღიარა, რომ ონურაქსალს ცილი დასწამა. ამის გამო ონურაქსალს და მთელ თურქულ საზოგადოებას ბოდიში მოუხადა. ჩვენს ბოდიშს გიხდით, რადგან ასეთი უხამსი ცილის სამება ჩვენი არხით გადაიცა. სრულ ინფორმაციისთვის კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს. დაუჯერებელია. ის რომ უდანაშაულო ვარ? ვერ ვიჯერებ შვილო. ხალხი რა სასტიკი ყოფილა. Bunlar böyle. ხალხი დაუნდობელია დედა. Bunlardan çok var dünya. ასეთი ადამიანები ჩვენს ირგვლივ ბევრია. İnan მაგრამ შენნაირი დედა კი ძალიან ცოტაა. bu insan ასეთი ხალხი ვერაფერს დამიშავებს დედა. bunları elimin. მათ მე საკადრის პასუხს გავცემ. Ama insan მაგრამ შენ დედა ჩემი ხარ და შენი გამეტება არ შემიძლია. ონურ, მე en büyük dert. ყველაზე მძიმე დარტყმა შენგან მივიღე დედა. შვილო გთხოვ. ძალიან Çok ვწუხარ. geç. ძალიან გვიანია. Çok geç. ძალიან გვიანი დედა. Senin იმ ადამიანების რიცხვს ეკუთვნი, ვინც მხოლოდ ამ გადაცემის ნახვის შემდეგ დამიჯერა. მათგან არაფრით განსხვავდები დედა. Nereye gidiyorsun? სად მიდიხარ? შენ ხარ? Bir şey mi söyleyeceksin? რა მის ხმა გინდა? Ne diyeceğimi biliyorum. ისედაც ვიცი რა უნდა მითხრა. Anladım. მივხვდი. Senin istediğin gibi ol. ისე მოიქეცი როგორც გინდა ალე ქემალ. Boşanalım. დავშორდეთ. Ne yapalım? რა ვქნა? Kaderim buymuş. ასეთი ბედი მქონია. Hem მარტო მე ხომ არ ვარ, ვინც ქმარს შორდება. ფოსონ, merak ნუ etme. ღელავ. Zorluk პრობლემებს არ შეგიქმნი. kendim için de. შენგან არაფერი მჭირდება. Ama 3 çocuk. მაგრამ სამი შვილი გვყავს. Onların geçimi. ბავშვებს მიხედე. Mahsur. უპატრონოთ ნუ მიატოვებ. Babanın. მამის მზრუნველობას ახვეწარს ნუ გაუხდი. ფოსონ, Biz döneriz Kayseri. ქაისერში დავბრუნდებით. Başımızın çaresine. ჩვენს თავს თვითონ მივხედავთ. Eğer თუ თანახმა ხარ, ben hemen avukatım. ადვოკატს დავურეკავ და ფოსონ, მე განქორწინება არ მინდა. İstemiyorum. არ გინდა? Hayır. არა, Niye geldin? აბა რატომ მოხვედი?
პატარა ოთახში რომ წევარ, ბავშვები განიცდიან. აქ თუ გადმოვალ. ხომ შეიძლება ფოსონ? Tabii. რა თქმა უნდა. Burası senin ეს შენი ოთახიცაა. გმადლობ. მეგობრებო, პრესკონფერენცია დანიშნულ დროს გაიმართება. პრესკონფერენციის დაწყებამდე ეთერში უნდა გავიდეთ, გთხოვთ. ჩართვა დაგვიგვიანდება. მეგობრებო, პრესკონფერენცია დანიშნულ დროს გაიმართება. უკან დაიხიეთ. შეგვიშვით, ძალიან გთხოვთ. ონურბეი, მოწვეული ჟურნალისტების სიას გადახედეთ. Sağ olun. გმადლობ, მელეკ. Niye bu kadar? ასე ადრე რატომ შეიკრიბნენ? Sizin basın toplantı. ეს მათთვის მნიშვნელოვანი კონფერენციაა. Başka? სხვა? Bu da ზაფერბეის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ნეკროლოგი მოვამზადეთ. onaylar თქვენი თანხმობა გვჭირდება გაზეთში რომ გამოვაქვეყნოთ. ქერემბეი, შეიძლება მომხდართან დაკავშირებით რამდენიმე შეკითხვა დაგისვათ. მეგობრებო, გთხოვთ, ასე არ შეიძლება. დიახ, ახლავე. მომხდართან დაკავშირებით რისი თქმა შეგიძლიათ? ორი სიტყვით, ქერემბეი, გთხოვთ. რამოდენიმე შეკითხვას დაგისვამთ, ქერემბეი. დიდხანს არ დაგაყოვნებთ. ჩემთვის დიდი ბედნიერებაა, რომ ჩემი უახლოესი მეგობარი, პარტნიორი და ძმა ონურაქსალი ცოცხალია. სამწუხაროდ ჩვენი ოჯახის მეგობარი, უახლოესი ადამიანი ზაფერ გუნდუზალთი დაიღუპა. ეს ყველასთვის დიდი ტრაგედიაა. ჟალე ერილდიზის მიერ ონურაქსალთან დაკავშირებით გაკეთებულ მოულოდნელ განცხადებაზე რა სიტყვით? ამჯერად მეც ვერაფერს. იცოდით, რომ ასეთი განცხადებით გამოვიდოდა. შეჰრაზად ანემი ამ ცილისწამებას როგორ შეხვდა? ამის შესახებ კომენტარს მოგვიანებით გავაკეთებ, გმადლობთ. ქერემბეი, კიდევ ერთი შეკითხვა. ბილიდან გაზეთების რედაქციიდან რეკავენ, ყველას თქვენ შესახებ რეპორტაჟის გაკეთება უნდა. ყველა ზარებს მელექანი მოუპასუხოს. ამ საქმეს ის მიხედავს. დიახ, ამ ეტაპზე სულ ესაა. შეგიძლიათ აღვიდე. გმადლობთ. დილამშვიდობისა. გადეკი. გადეკი რომ მაგრად მოგეხვია. რატომ? ძალიან შემეშინდა. ეს ამბავი რომ გავიგე მივხვდი რომ თორმე ძალიან მყარები ხარ ონურ. Sağ olun. გმადლობ ქერემ. პრესკონფერენციაზე მიდიხარ? მეც მოვდივარ. Kim olarak? რა სტატუსით? მეგობრის სტატუსით. Dostum. მეგობრის? Sen მართლა გონია რომ ისევ ჩემი მეგობარი ხარ? ონურ მომისმინე? ხო. ახლა ჩვენ შორის დაპირისპირების დრო არაა. რადგან ორივე შეჰრაზადი გვიყვარს, ამიტომ ჩვენი მეგობრობა იმითომ არ დასრულებულა ქერემ, რომ ორივეს ერთი და იგივე ქალი შეგვიყვარდა. Evet. ვაღიარებ ჩვენს მეგობრობას საფრთხე ბევრჯერ დაემუქრა. მაგრამ ეს არც მიგვერს, ცხოვრება ასეთია. შეიძლება ორ ახლო მეგობარს ერთი და იგივე ქალი შეუყვარდეს. მისი გულის დასაპყრობად სამართლიანად და გულწრფელად იბრძობენ, მაგრამ ღალატი არ შეიძლება. hayat ჩემი საიდუმლო, რომელიც იმ ღამეს ჩემს ერთადერთ დიდ შეცდომას ეხებოდა, zafer ზაფერს უთხარი. ეს კი ჩვენი მეგობრობის დასასრულია. sonudur. მეგობრები აღარ ვართ. დასრულდა. Şimdi ამიერიდან მხოლოდ პარტნიორები ვართ. tamam. კარგი. შენ როგორ ციტყვე? Önce ölümden ჯერ სიკვდილს გადაურჩა, შემდეგ კი სირცხვილს. 2 günde 2 kurs ორ დღეში ორჯერ გადარჩა. İstanbul, Kopenhag. ონურაქსალმა, რომელიც სტამბოლი კოპენჰაგენის რეისით არ იმგზავრა და ამგვარად სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, სულ სატელევიზიო არხებით გავრცელებული მოულოდნელი განცხადების წყალობით შევახული რეპუტაცია საქვეყნოდ აღიდგინა. Yemin ნეტავ ისევ ერთად იქნებიან? edecekler mi? Herhalde. ალბათ. რატომაც არა?
შეიძლება შეჰრაზადანი. გისმენ განი. Gazete. პრესას თუ გადახედეთ შეჰრაზადანი. გადავხედე განი გმადლობ. კარგი. რადგან ასეა? ბეტონის ფილების მწარმოებელთა სიარომ გთხოვე, მომიმზადე. Tamam. დიახ, ახლა მოგართმევთ. Şimdi onları. Tamam. კარგი. Dün akşam გუშინ საღამოს მთელი ჩვენი საზოგადოება დარწმუნდა, რომ ჩემს წინააღმდეგ მიმართული ბრალდებები მტკნარი სიცრუე და ცილისამება იყო. Jale Eryl ქალბატონი ჟალე ერილდიზი ტელევიზიით გამოვიდა და ამის შესახებ თვითონ განაცხადა. თუმცა როგორც თქვენთვის ცნობილია, iddialar ilk ბრალდებების ეთერით გავრცელებისთანავე საგანგებო პრესკონფერენცია მოვაწყვე და შევეცადე საზოგადოება ჩემს სიმართლეში დამერწმუნებინა. söylemiştim. Son olarak შეხვედრის ბოლოს bu მინდა მადლობა გადაუხადო ყველა იმ მეგობარს, seni hiç yalnız ვინც მე ამ უმძიმეს პერიოდში მხარში ამომიდგა. მადლობას მოვახსენე პრესის წარმომადგენლებსაც, რომლებიც მობრძანდნენ და მომისმინეს. ონურ ბეი, გისმენთ? ამ ცილისწამების შემდეგ ჟალე ერილდის ესაუბრეთ? hayır. არა. მან განაცხადა, რომ გირეკავდათ, მაგრამ არ პასუხობდით. მართალია? Doğrudur. მართალია, საჭირო დარჩევთვალე. Bu kontrolü tek başına yap. როგორ ფიქრობთ, ეს შეთქმულება მარტომ დაგეგმა? Olup olmadı. არ ვიცი ეს შეთქმულება იყო თუ არა. Ne oldu ne oldu? სიმართლეს სასამართლო დაადგენს. პროცესი დღეს გაიმართება, საჩივრის გამოტანას ხომ არ აპირებთ. Hayır ki. არა, არავითარ შემთხვევაში. ჟალე ერილდიზის განცხადებები გადაწყვეტილებას ვერ შემაცვლევინებს. პროცესი გაგრძელდება. როგორ ფიქრობთ, სასამართლო რა განაჩენს გამოიტანს? იმედი მაქვს სამართალი იზეიმებს. შეჰრაზადანიმს რა რეაქცია ჰქონდა ამ განცხადებაზე, ონურ ბეი? ამ კითხვის ადრესატი მე არ გახლავართ. თქვენი და შეჰრაზადანიმის ურთიერთობა ისო განახლება? მეგობრებო, თქვენი ინტერესი ჩემთვის გასაგებია, მაგრამ ალბათ ხვდებით პირად ცხოვრებაზე ლაპარაკს პრესასთან არ ვაპირებ. სულ ეს იყო, გმადლობთ. ხო, მაგრამ ამ ცილისწამების შემდეგ შეჰრაზადებლია უღლუმ თქვენთან დაშორება და მობრძანდით, როგორ ბრძანდებით? გამარჯობა მიჰრიბან ჰანიმ, როგორ ბრძანდები? Hoş geldin. მობრძანდით. გამარჯობა. კაისერიდან ამალე დაბრუნებულ ხართ. შვილიშვილებმა მოსვენება არ მოგცეს, გაუთავებლად გვერეკავდნენ. ძალიან კარგი. ოჩახ გოგოებს. Buyurun. დაბრძანდით. ჩვენი ყალთაბანდისა და საქმეზე გავგზავნე, ახლა ხას წავიდა. ძალიან კარგი. უსაქმოდ ნოდატოვებ შეჰრაზად. არ დავტოვებ. დაბრძანდით. Ne içersin? რა დალებთ? Sade kahve. ნალექი ეყავას. ახლავე. Თქვენი ბიძაშვილი როგორ არის? Biz vazifemizi ჩვენი მოვალეობა მოვიხადეთ შეჰრაზად. gördük ama ჩავედით, მოვინახულეთ, დანარჩენი უკვე ალაჰის ნება. O kadar mühim. ასე მძიმედაა? Çok geçmiş. ძალიან მწუხარ. Sağ ol. Sağ ol. გმადლობ, შვილო. size de ხომართლა, სანამ ქაისერში ვიყავით, აქ დიდი ამბები მომხდარა, ხომ ასეა? ხო, Evet. დიახ, გეთანხმებით. Hem üzücü სამწუხაროც და სასიხარულოც. ne dedi? ხომ გითხარი ნადიდე ხანი? ონურბეი ასეთ რამეს არ იკადრებდა მეთქი. İşin içinde თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი, რომ წილი დასამეს. ხო, მითხარი. დიდი ალაჰის ნებითა და შეწოვნით ყველაფერი გაირკვა. şirketten საკუთარი სიმართლის დამტკიცების საშუალება მიეცა. müsaade etmedi. Ömrüm მედნიერი ყოფილიყოს. Amin. ამინ. Şehraz. შეჰრაზად. Aradın mı? ონურბეის დაურეკე? Aa. რა, არ დაგირეკავს? Yok sağ ol. Gülistan abla დღეს გულისთან ჰანიმთან ვიყავი. yine çok kötüydü. ისევ depressiyაშია. 10 sene yaşadı. თითქოს ორ დღეში დაბერდა საბრალო. რა გასაკვირია, ონურ? ცხოვრების მეგობარი დაკარგა. zaman რაც დრო გავა, უფრო მეტად დააკლდება. კარგი წყვილი იყო. იშვიათად მინახავს, რომ ცოლ ქმარს ერთმანეთი ასე ყვარებოდეს. ზაფერბეი არა ჩვეულებრივი ქმარი და mükemmel. ძალიან კარგი მამა იყო. მართლაც ასეა. Alışacaklar ama. შეეჩვევიან, სხვა რა გზა აქვთ. ადამიანი ყველაფერს ეჩვევა. Neyse. ხო მართლა, პრესკონფერენციის შემდეგ ქერემს ელაპარაკე. ქერემთან სალაპარაკო არაფერი მაქვს. Nasılsın Onurcan? მართალი ხარ, ონურ, მაგრამ Çok kötüydü. თავს აშინლად გრძნობდა. Senin შენი დაღუპვის ამბავი რომ გაიგო ძალიან განიცადა. არა მგონია. გაუხარდებოდა, რადგან იფიქრებდა შეჰრაზადი მე დამრჩაო.
Yoğurt var mıydı Mihriban abla? მატონი გვაქვს მიჰრიბან. დიახ, ყველაფერი გვაქვს. İyi o zaman ben... კარგი, თუ ასე ახლის ვიყიდი. სუფრა გავშალო? გაშალე, გაშალე. წვნიანი გავაცხელო? Ya da ანდა არა, თქვენი ვახშმეთ მიჰრიბან, მე ცოტა დამაგვიანდება, კარგი? Nasıl ev sahibi? შენ როგორი მასპინძელი ხარ? ყელი გამიჩრა, მაგრამ სასმელს არ მთავაზობ. Haklısın. მართალი ხარ, სულ დამოვიწყდა. შეჰრაზად. merhaba Onur. გამარჯობა, ონორ. Ben მე birkaç kere რამდენჯერმე დაგირეკე. geçmiş მინდოდა მომელოცა, მაგრამ ჩემი ზარს fırsat. არ პასუხობდი. Evet. ხო, დაკავებული ვიყავი. Seni arayacağım. შენთან დარეკოს ვაპირებდი, მაგრამ შემოდე. Hayır. არა, გმადლობ. Sadece მხოლოდ ამის სასქმელად მოვედი. შემოდი, გთხოვ. tekrar geçmiş. გილოცა. İki kere. კიდევ ერთხელ. Teşekkür გმადლობ. მაგრამ ამას შენთვის რა მნიშვნელობა აქვს? ხომ მითხარი სიმართლე რომ მსგაირგვეს შენი ნახვა მაინც არ მომინდებაო? Senin adına შენ გამო ძალიან მიხარია, ონორ. gerçekten დამიჯერე. iyi akşamlar. ნახვამდის. მიირთვი ძვირფასო. გმადლობ მიჰრიბან, შეგაწუხე. Artık bir დროა ოფისში დამხმარე ავიყვანოთ. შენ დივანი ხარ და არ მინდა ჩაის მოსამზადებლად შენ შეგაწუხო. sana. რაში წუხებაა შეჰრაზად? დამხმარე რაში გჭირდება? ფულით ყოველუბრალოდ რატომ უნდა გადაიხადო? ძვირფასო, ხომ მუშაობთ? Yani henüz მართალია ჯერ დიდი შეკვეთები არ გვაქვს, მაგრამ მალე ეგეც გვექნება. Burhan ბურჰანბეის ტვირთად ხომ არ დავაწვევით? ne iyi ki güzel bak. ტვირთად არ დააწვევი შეჰრაზად, მაგრამ რომ დაგჭირდეს ხომ იცი, სიამოვნებით დაგეხმარება. Öyle ო, gelecek. ასეა. Bazen ხანდახან ვფიქრობ და მიკვის ყველაფერი როგორ შეიცვალა. ben nereye gel? კაცი რომელმაც Beni kapısında ერთ დროს სახლიდან გამომაგდო, დღეს ხელის გულზე მატარებს. Cefer'in შენს ფას მიხვდა. გვიან, მაგრამ მიხვდა. anladım. Aa dur. მე მოპასუხებ. ისმენთ? შეჰრაზათანი? დიახ, მე ვარ. ბენიაფი ჰოლდინგიდან ნურჰაიათანი ვარ. როგორ ბრძანდებით? ნურჰაიათანი. Teşekkür გმადლობთ. თქვენ როგორ ბრძანდებით? გმადლობთ. ონურბეიმ თქვენთან დარეკვა დამავალა. კამპუსის პროექტთან დაკავშირებით. შეძლებთ ხვალსუა დღის შემდეგ ჰოლდინგში სხდომაზე მობრძანდეთ. დაახლოებით 2 საათისთვის. ერთი წუთით ჩემს დღის განრიგს გადავხედავ. Üzgünüm. ვწუხარ ნურჰაიათანი, სამწუხაროდ 2 საათზე სხვა შეხვედრა მაქვს. Nasıl yapalım o zaman? აბა როგორ მოვიქცეთ? 3-თვის? Sabah ağla. დილით 11-ზე მოვალ.
Peki. კარგი. Yapıda 11. თერთმეტზე ბინიაფიში გელოდებით. Hayır benim არა, ჩემს ოფისში. ონურ ბეის გადაეცით, რომ ჩემს ოფისში მოგბრძანდეს. Sizin ofis. თქვენს ოფისში? როგორც გნებავთ? ნახვამდის, კარგად ბრძანდებოდეთ. ნახვამდის. ხვალ თერთმეტზე ონურ ბეი. მადლობ. ნიჰად ბეი რომ მოვა ჩემს კაბინეტში შეიყვანეთ. ქერენ ბეისაც შეატყობინეთ. კარგი, გასაგებია. რამეს ხომ არ დალებთ? დიდი სიამოვნებით. უნალეკო ყავას. ახლავე მოგართმევთ. დაუჯერებელია. თავის მდივას დაარეკინა. ხედავ? niye öyle? ასე რატომ იყურებ მიხიბან? მყოვანი ვარ? Kendisinden კეთილი უნდა ენება და თვითონ დაერეკა. საქმეზე? რა მნიშვნელობა აქვს? ახლა მისი ჯერია. telefon გახსოვს მიზარებს რომ არ პასუხობდი. canım მაშინ zamanlar başka. სხვაგვარად ვფიქრობდი. რადგან ასე მოვიქეცი. Fabrikanın inşaatı ქარხნის მშენებლობას სასწრაფოდ უნდა დავიწყო. ama ortada მაგრამ მიწის ნაკვეთის საკითხი ჯერაც გაურკვეველია. უცნაური ხალხია. მე რამდენი დღეა მალოდინებენ. ამ ხნის ბურჰანბეის ბავშვივით მათამაშებენ. თუ დღეს მოგვერდა ხომ კარგი, თუ არა და სხვა გამოსავალი უნდა ვიპოვოთ. sen beni არ მისმენ ალი ქემალ. რა? ნაკვეთი მეთქი, ნაკვეთი. ნაკვეთი, სადაც ქარხანა უნდა ავაშენოთ. დღეს მოვაგვარებთ, მამა. toplar. დრო ვაგონს მოხვიდე, შვილო. საქმეში ჩაერთე, მხარში დამიდექი. შეღრაზაცმა თქვენ ნაკვეთს ნახავ და ორ კვირაში. ჯანსელ, Cansel. ჯანსელ, Dur sen. ჯანსელ, შეჩერდი. ჯანსელ. დაშვები. უზრდელო. მაპატიეთ. სხვას მიგამსგავსეთ. ჩემი შეხება როგორ გაბედე? შეშლილი ხარ და ვინ ხარ? ბოდიში მოგიხადეთ. რა ბოდიში? Yanlış. ცუდად არ გაიგოთ, ქალბატონო. Seni სხვას მიგამსგავსათ. İyi bak თვალი კარგად გაახილოს. ასე როგორ შეიძლება? ya Allah Allah. hala ჯერ ვერ იპოვე არა? არც მაკლერს დაურეკავს? yok. არა, არ დაურეკავს. Yer yarı ჯანსელი გაუჩინარდა მამა. Cansel. ვერ პოულობ. Yok baba. ვეძებ მამა, მაგრამ ვერ პოულობ. Bulamıyorum. ნიჰად ბეი, İkinci მეორე სართულზე აუდიტორია ზაფერ გუნდუზალფის სახელი დავარქვე. ადგილების რაოდენობა 750-მდე გავზარდა. 600 იყო. ახლა 750-ია. ეს გადაწყვეტილება როდის მიიღე? ზაფერ ბეის ვანაშვიდზე მე და გულისთან ხანი მოვისაუბრეთ. აუ, მაგრამ კერენ ბეი, მერიდან ამის ნებართვა ჯერ არ მიგვიღია. ხომ გესმით, სანამ არ დამტკიცდება? değil. პრობლემა არაა. მერს მე დაველაპარაკებ. ამ საქმეს მოვაგვარებ. კარგი, რადგან მოვაგვარებთ, მაშინ თანახმოვართ. Arazi tertemiz oldu. ტერიტორია გავათავისუფლეთ, ბურჰან ბეი, შეგიძლიათ სამუშაოები ხვალვე დაიწყოთ. ყველაფერი რიგზეა. Tamam. Sizi biraz ვაბატიეთ ამდენ ხანს რომ გალოდინეთ. üç tane çık. სამი ოჯახი ჯერ არ გასულა. სხვები გავიდნენ? ბოლოს რომ ნახე 10-12 ქოხი იდგა. გავიდნენ. ყველანი გავიდნენ. ფული რომ დაინახეს აბარას იზამდნენ. მათ მხოლოდ ფული აინტერესებთ. კარგი, მშვენიერია. Arazi ნაკვეთი კიდევ ერთხელ ნახოთ და მერე თანხაზე ვილაპარაკოთ. başına. ხომ ნახეთ? კარგი, მოგბრძანდით. რადგან ნახვა კიდევ გნებავთ, მოგბრძანდით. Diyorsunuz. დღეს არ შემიძლია. ძალიან დაკავებული ვარ. ხვალ? არც ხვალ. ხვალ მე და ალი ქემალი რუსეთში მივდივართ თანადგარების შესაძენად. როდის დაბრუნდებით? ჯერ არ ვიცი. გააჩნია რა მდგომარეობა იქნება. ასე არ გამოვა. რატომ? კლიენტი კიდევ გვყავს. იედი გბაშალე. მასაც ტყავის ბიზნესი აქვს. O da almak istiyor. ისიც დაინტერესებულია, მაგრამ რადგან თქვენ დაგპირდით, იმ კაცს უარი უთხარით. რა ვქნათ? Siz bir kapı. ასე მოიქცეთ. Biz gidip თქვენ ბემოგვეცით, ბაშალის ვეთყვით, რომ ნაკვეთი გაიყიდა. illa görmek istiyorsanız თუ ნახვა დღეს ვეგნებავ, თქვენი შვილი წამოვიდეს და ვაჩვენებთ. რა სიტყვი ალი ქემალ?
შენ გადაწყვიტე მამა. მე ის ვარგი, გიორგი, ნაკვეთი უკვე ნანახი გვაქვს. მადამ სის და თქვენს თანახმახართ. ბერამდენი მოგცეთ. ვერიჯეთ? 50 მილიარდი. 50 მილიარდი? მეგობარო, იცი მაინც 50 მილიარდი რამხელა თანხაა. 10 საკმარისია. მონიეთარო. მაგრამ ბურჰანბეი. ჩემი კალამისა და ალი ქემალ. კალამი მომიტანე. ახლავე. მინისტრს თქვენ დაელაპარაკეთ. კარგი. ნახონდის, გმადლობთ რომ მომწანდით. რას ამბობთ ნახონდის? რა გირეკავთ და შეგატყობინებთ? დიახ, კერენბეი. ნახონდის. ნახონდის. რატომ გადაწყვიტე აუდიტორიისთვის ზაფერბეის სახელი დაგერქმია? წინააღმდეგი ხარ რომ ზაფერბეის სახელს პატივიცეთ? რა თქმა უნდა არა. მე ის კითხე რატომ გადაწყვიტე მეთქი? უკვე გითხარი პანაშვიდზე მე და გულის ნაჰანი მოვისაუბრეთ მეთქი. და საჭირო დარჩა თვალე ჩემთვის გეთქვა არა? რისი მიღწევა გინდა ქერემ? იმ ცენტრს ჩვენთვის ხომ არ ვაშენებთ? გულის ნაჰანიმს ასეთ რამეს როგორ დაპირდი? უარი რომ თქვენ მერე რას აპირებ? უარს არ ეტყვიან ონურ. რადგან პროექტს მთლიანად ჩელიქინშაათია ფინანსებს. ჩემთვის ამის თქმას როდის აპირებდი? ხომ გითხარი ონურ? კონტრაქტორების თანდასწრებით არა ქერემ? იმ ხალხის წინაშე რომლებიც ჩვენგან შეკვეთის მიღებას ელოდებიან არა? ქერემ, ჩვენ პარტნიორები ვართ. რა უფლება ქონდა ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიგეღო? ახალ ფირმას რომ აყალიბებდი მე მკითხე? დასადებია ქერემ, ჩვენი თანამშრომლობა შეუძლებელი გახდა. მეც ასე ვფიქრობ ონურ. ან გონიურულად ვიმოქმედოთ. ან ჩვენი გზები უნდა გაიყაროს. კარგი იქნება. გაიყაროს. ონურბეი, კეთილმოწყობის სამსახურიდან ნეჯათ ბეი რეკავს. მოგვიანებით დარეკოს, ახლა მივდივარ. კარგი, გადავცემ. დედა. ონურ. ალბათ არ დამიჯერებ, ახლა შენზე ვფიქრობდი. როგორ ხარ შვილო? დედა, საღამოს სახლში იქნები? შენთან მოსვლა მინდა. რა თქმა უნდა, სახლში ვარ. სხვაგან საწავალ. ძალიან გამახარებ. სადილად მოდი. რა დაგახვედრო? რა გესიამოვნება შვილო? სადილისთვის არ მძალია დედა. შენთან სალაპარაკო მაქვს. რაზე უნდა ვილაპარაკოთ? რომ მოვალ მერე გეტყვი. დროებით. ონურ. ნახონდეს.
ისევ გძინავს? რა ხდება? ადექი. დროა. თეთრეული უნდა გამოვცვალო. ადექი. დილაუთენია მოსვენებას არ მაძლევ, რომელი საათია? მალე შუადღე გახდება. რა? მეგონა უკვე ადექი და უნივერსიტეტში წახვედი. ღამე გავათენე დაიკო. უამრავი სამეცადინო მქონდა. რა თქმა უნდა, გაათენებდი, უამრავი სამეცადინო გაქვს. Bu kadar ağırken შეჰრაზადის ოფისში მუშაობა არ უნდა დაგეწყო. ჩაიცვი. iyice kızdırayım mı? თხიმი ავადუღო ნადიდე ჰანიმ. არა, თუ დადნა გადმოდგი. Tereyağım. კარაქი თითქმის აღარ გვაქვს. ბურჰანბეის ვეტყვი და მოადანინებს. დილამშვიდობისა ნადიდე ჰანიმ. რა დროს დილაა შულო, სადაც შუადღე გახდება შუადღე. Kahvaltı. ისაუზმე. არა, ვერ ვისაუზმებ, მაგვიანდება. შეერინო წახვალ შულო. Dökeyim mi? დავასხა ნადიდე ჰანიმ. არა, ცოტა გაგრილდეს. მივდივარ, ნახვამდის. ნახვამდის. წარმატებას გისურვებ. გმადლობთ. მივდივარ დაიკო. ნახვამდის. მე მეცადინეობა დავიწყე. Başladım. კარგია, ყოჩახ. Ya შეიძლება ამის აღამოს მათემატიკაში რაღაც გითხოთ. კარგი, მკითხე. გმადლობთ განიბეი. ალბათ ცუდა დაგიხსენი. განიბეი ხალხში უნდა დამიძახო. სახლში კი განი, გასაგებია? ნახვამდის. ნახვამდის. იმედ ეს ფქვილი არ გვეყოფა, ცომით ხელი გამოგვივიდა. თუ არ შეწუხდები შვილო, სარდაფში ჩადი და ფქვილი ამოიტანე. ახლავე. böreği ხოზელს აცხობ დედა. kolay gelsin. ძალიან კარგი. Yarın bizimkiler ჩვენები ხოლ რუსეთში მიდიან. akşam გადავწყვიტე ბახშმად გემრიელი ხვესელი გამოვაცხო. aşağısinler dedim. Sen de იცი რომ შენც გიყვარს. Benim hiç არაფრის ჭამა არ მინდა. ne demek yiyelim? როგორ თუ არ გინდა? Bak süzüldü. ძალიან გახდი, თავს უნდა მიხედო შვილო. Zaman lazım kızım. Şu tuz მარილი მომაწოდე. nasılsınız? როგორ ხართ ფურსუნ? შენ და ალი ქემალი. Odasına ოთახში ხომ დაბრუნდა? yani დაბრუნდა. dönmek denirse dön. ამას თუ დაბრუნება ჰქვია. İki yabancı. თითქოს ერთმანეთს არასოდეს ვიცნობდით. რა ვქნა, ბავშვების გამო ვიცმენდედა. sabır kızım. მოიწმინე შვილო, მოიწმინე. Aman. ყველაფერი მოგვარდება. Ne bitmez sabır. რა ვქნა, ვიცმენ. Daha koy. დავამატო? Yo yo iyi. არა, კარგია. Kokusu. მოგწონს არა? უცხო არომატი აქვს. კარგია, გმადლობ. Cumartesi. შაბათს ქაანის დაბადების დღეა. მართლა? კარგია რომ დაბადების დღეს წელსაც ავადმყოფოში არ აღნიშნავს. რას გულისხმობ? ავად რომ იყო წლების მანძილზე დაბადების დღეს ავადმყოფოში ვუხდიდით. ჩემი პატარა, გადასხმებს უკეთებდნენ. თავზე ექიმები ადგენენ. თერაპევტს ხვდებოდა. ესე იგი წლევანდელი დაბადების დღე განსაკუთრებულია რა? ხო, განსწავლება მოუწყოთ. მართლა? რა თქმა უნდა. კარგი იქნება ქერემ, შეჰრაზა ძალიან გაუხარდება. Ne yapalım? როგორ აღნიშნოთ? რამე ორიგინალური მოვიფიქროთ. ბენო, ქანი ხომ უკვე გამოჯამრთელდა. ხო, კარგადაა. ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ საბოლოოდ გამოჯამრთელდა. იმ დღეების გახსენება არ მინდა. შეჰრაზადმა უმძიმესი წუთები გადაიტანა. სანამ დონორს იპოვიდა, თან ქაანის მდგომარეობა დღითი დღე უარესდებოდა. მიღებანი რომ არ გამოჩენილიყო, ალაჰმა დაიფაროს, ქაანი აღარ გვეყოლებოდა. ასე ცუდად იყო? Tabii canım. ძალიან. Anne olmak acayip. დედობრივ გრძნობას დიდი ძალა აქვს ქერემ. Şehrazat. შეჰრაზადმა ქაანისთვის 200,000 დოლარი იშოვა. წარმოიდგინე, 200,000 დოლარი. მახსოვს მითხარი ნაწილ-ნაწილში აგროვაო. ხო, Tam her şeyi. ვიფიქრე ბოლოს და ბოლოს ონურბეისთან ბედნიერი იქნება მეთქი. მაგრამ Ben şey. კარგი შეჰრაზადს დავურეკავ, გავაფრთხილებ რომ არაფერი დაგეგმოს. მოიცა ჯერ მოვიფიქროთ რას ვაკეთებთ და მერე დაურეკოთ. Tamam. კარგი, გამოვიფიქროთ. დილამშვიდობისა. Günaydın. დილამშვიდობის. ამდღე სათხარ განი. უნივერსიტეტში ვიყავი შეჰრაზად ჰანიმ.
Hani senin დღეს ხომ ლექციები არ გაქვს? მათემატიკის საფუძვლები დღეს გადმოიტანეს. durmadan program? ცხრილს ყოველდღე თვლიან? საოც არია. სასწავლო წლის დასაწყისია და ცხრილი ჯერ ვერ დაადგინეს. რომელ საათებში გაქვს ლექციები მითხარილი? უნდა ვიცოდე აქ როდის იქნები და როდის უნივერსიტეტში, კარგი? კარგი შეჰრაზათანი. ბენუ როგორ ხარ? გამარჯობა ძვირფასო, როგორ ხარ? Ne olsun? კარგად, ოფისში ვარ, მუშაობ. Başladın mı kız? კამპუსის პროექტზე მუშაობა დაიწყე? Başladım. ხო, დავიწყე. İyi. კარგია. შეჰრაზად, რაღაც მინდა გითხრა. ქანის დაბადების დღისთვის ჯერ არაფერი დაგეგმო. რატომ? უკვე დაგეგმე? არა, ჯერ არაფერი. Güzel. ძალიან კარგი. Biz მე და ქერემს გვინდა ქანის დაბადების დღე გადავუხადოთ. Sağ ol canım. მადლობ, მაგრამ საჭირო არ არის. hemen karşı. ვარც მიგვეტყვი შეჰრაზად. Bak şimdi. მისმინე ქერემმა თქვა დილას მეგობრებთან ერთად აღნიშნოს. შემდეგ კი ჩემი იახტით ზღვაში გავიდე და ქარს თევზის ჭერას ვასწავლიო. Bitirim diyor. რა სიტყვი? Benim. ბენუ, Bak palyaço. ჯამბას მოვიყვანთ, არაჩვეულებრივი იქნება. Ama გმადლობ, მაგრამ არ მინდა წელიწადის ამ დროს ქანი იახტაზე დავსვა. ახველებს და გაცივდება. Hiç düşünmedik. ეგ არ მეფიქრია, მართალი ხარ. Kaan öyle. ამბობს ქანი ახველებს იახტაზე გაცივდებაო. Tamam. კარგი, სხვა რამის მოვიფიქრებთ. Hani bir şey bulacağım. benim. ბენუ, Zahmet ხო, ნუ შეწუხდებით. Arkadaş. შეჰრაზად, რა შეწუხებაა? ეს პირველი დაბადების დღე იქნება, რომელიც ქანს ასიამოვნე მოგონება დარჩება. Sonra bir baktık. მერე დავაკვირდი და თურმე ჩემი და ყოფილა. გოგონებო, რუსეთიდან რა შემოგიტანოთ? არაფერი, მამა. რატომ? მამა თქვის უამრავი რამ დავაბარე, ხომ ასე ალიქემა? ო, ასეა. მაგრამ რა დამაბარა დამავიწყდა. Aşk olsun. ამას როგორ ამბობ ალიქემა? აი ეს თოჯინები რომ არის ერთმანეთში რომ იდება. ერთი წუთით. მატროშკა. ხო, მატროშკა. Sonra ეგ დავაბარე, კიდევ სუნამო, ხომ ჩამომიტან საყვარელო? ო, რა თქმა უნდა. დუტიფრიში შოკოლადსაც ვიყიდი. ay. ძალიან კარგი იქნება თუ რუსებს ხრინვის წამალი აქვთ. ისიც წამოიღე ალიქემა. ვერ გავიგე რატომ? ხრინავდა იმიტომ, წუხალ არ დამაძინე. Gece. Baba. მამა, ხრინვის წამალს თუ ვერ იშოვე, დედას ყურების საცობი უყიდე. ასე არ არის, მე არ ხრინავ. Nasıl olur? როგორ თუ არ ხრინავ? Geceleri duvar. ღამე კედლების ზანზარებს ხოლმე. ხმა ჩვენამდეც მოდის. გეშლება ბურჰანბეი. ეგ შენ თვითონ ხრინავ. როგორ მე არ ხრინავ ნადიდე ხანი? Zorlamam Nadide Hanım. როგორც წვები ისე ვიღვიძებ. კი, როგორ არა. კარიბიძე ასაც უყიდე, ისიც ხრინავს. რა თქმა უნდა ხრინავ. არა, სულაც არ ხრინავ. არ ხრინავ. ხრინავ. არ ხრინავ. ხრინავ. სრულწყვაზე ხართ? რას ნიშნავს პარტნიორობა დასრულდა? გინდათ რომ ბინიაფი განადგურდეს? სხვაგვარად არ გამოდის დედა. როგორ თუ არ გამოდის? რას გულისხმობ ქერემ? თქვენმა მამებმა 25 წელი თავდაუზოგავად იშრომეს, პატარა კანცელარიიდან უზარმაზარი ჰოლდინგი შექმნეს. თქვენ კიდევ 10 წელიც ვერ გაძელით და კომპანიის განადგურება გინდათ. დედა ძალას ნომადან ყველასთვის ასიაჯობებს. არა ქერემ. ბინიაფის დასვლაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. დედა, რა უპასუხისმგებლობაა ქერემ? ალბათ განჯის უნარი დაკარგეთ. ნუ თუ მამების ხსოვნას პატივს საერთოდ არცემთ. თუ ასე გაგრძელდა უარესი მოხდება, რატომ არ გინდა გაიგო? არ მინდა გავიგო. უზარმაზარი ჰოლდინგი თქვენი უაზრო დაპირისპირების გამო არ განადგურდება. ჩემს დარწმუნებას ნუ ვცდილობ დედა. ყველაფერი დასრულდა. არა. ამის ნებას არ მოგცემ. შენი ნებართვა არც მჭირდება დედა. ჩემს წელს გავყიდი და ამით დამთავრდება. სწორედ ის მოხდა რისიც მეშინოდა. რამდენჯერ გაგაფრთხილე. შეჰრაზადს თავი დაანებეთ, თორემ სანანებელი გაგიხდება მეთქი. ასეც მოხდა. Hoş geldin. როგორ ხარ შვილო? გამარჯობა დედა. Hadi hemen. მოდი დავსხდეთ. Hem yemeği. თან ვივახშმოთ, თან ვისაუბროთ. Şehrazat. ალბათ შეჰრაზად შეურიგდი და ამის სათქმელად მოხვედი, არა? İnşallah. არა დედა. მე და ქერემი პარტნიორები ვეღარ ვიქნებით. Anlamadım. ვერ გავიგე?
Biri çağırıldı. რომელი გირჩევნია, ეს თუ ეს? ეს, მაგრამ ესეც ლამაზია. O zaman თუ ასე ორივე მოვიწვიოთ. შეიძლება? შეიძლება, რა თქმა უნდა. Bennu. ბენუ, Lütfen. ხო. ხასიათს ნუ გაგვიფუჭებ, დედიკო. ჩემი ბიჭი წელს 7 წლის ხდება. ბენუ სკოლის მეგობრებთან ერთად უნდა აღნიშნოს. ტურს მივიტან, რაიმე განსაკუთრებული არ არის საჭირო. მერე რა? ეს უცხოა. თან დედიკოს უცხარი რომ წვეულება გინდა, თანაც ქერემბიძიან შეთვის სიურპრიზი აქვს. მინდა, ძალიან მინდა, კარგია. ხედავ? işte bunlar ეს აბავშვე კოსტიუმებია, ვნახოთ ვინ არიან? რაინდი, სუპერმენი, ბეტმენი. var. Hangisi? შენ რომელი გინდა? ბეტმენი მინდა, ბენუ. კარგი. Oh. მიდი, პასი თქვი, პასი. პასი თქვი. რა დაგემართა? კარგია, 10-3. ნახვამდის შარლოტ. ნახვამდის ნიკი. რა კარგი რამეა. 1000 ევრო უწებ მოვიგენ. მიდი დაარიგე საყვარელო. დაარიგე ძვირფასო, მიდი. სევგე, გამარჯობა, ალიქემალი ვარ. ვარდა ო, სახლის ნომერი მქონდა. არა, არ გათიშო. ხო, სევგე. დღეს მობილურზე რამდენჯერმე დაგირეკე. აჭმადა. ვიცი რომ გვიანია. Ja. Gitmiş. მაბადე, მომისმინე სევგე. Kusura bakma. გემუდარები მომისმინე. Bir dinle. Sevgi ne oldu? სევგე, Bir ძალიან გთხოვ. ჯანსელის მისამართი მომეცი სევგე. გთხოვ სევგე. ლამის გაუგიჟდე. Ya deli ol. ძალიან გთხოვ. ძალიან გთხოვ, მითხარე. მეც ვეღარ გაუძლებ სევგე. ჯანსელზე ფიქრმა ლამის გამაგიჟოს. სევგე, მე სევგე. ალლაჰმა დასწყებლო შენაირი ქმარი. სულ არ გწხვენი არა? Karının ის ამბავი გეკითხა. ფუსუნ წესიერად მელაპარაკე. ne doğru konuş. შენთან სალაპარაკო რა მაქვს? Hala karının peşinde. თურმე ისევ იმხას დასდევ. Niye geldin odama? ჩემს ოთახში რატომ დაბრუნდი? Sanmayalım dedim. განქორწინებაზე უარი რატომ მითხარი? შენ რა კაცი ხარ ალიქემა? ფუსუნ მოყვირე. ალლაჰმა დაგწყებლოს. გამანადგურე. ცხოვრება მომიწამლე. მოყვირე მეთქი. ალლაჰმა დასწყებლოს სიცხე შენ რომ გაგიცანი ალიქემა. გოგონების სკოლაში წაიყვანე? დიახ, ბურჰანბე. Biz de წავიდეთ, არ დაგვაგვიანდეს. Da varacak. როდის ჩახვალთ? Akşam ალბათ საღამოს დედა. კარგი. İner inmez. როგორც კი ჩახვალთ შემატყობინეთ. ბურჰანბეი, ხო მიცი ვინ ნერვიულებ? კარგი, ნადიდეჰანი, კარგი. ნახვამდის შვილო. ნახვამდის მამა. Hayırlı. კეთილი მგზავრობა. გმადლობ. Dikkat et kendine. თავს გაუფრთხილდით. Oralar. იქ სიცივეა. კარგი, ნოველო. ფუსუნ.
Hadi su git. ამ წყალივით სწრაფად წადიდე დაბრუნდით. Kızım su kıtlığı. ნიმეთ ქვეყანაში წყლის კრიზისია, სუფთა წყლის გადახრა როგორ შეიძლება? Sebze yıkın. ბოსნეულის ნარეცხი წყალი თაშია, ის დაგექცია. Ya. ვერ მოვიფიქრე ნადიდე ჰანიმ. წყალს გაუფრთხილდი ნიმეთ. Nimet. აი შესაც გადაეცი. იცოდეთ, ყველაზე ძვირფასი წყალია. Oldu. გადავცე. Su. ბუსუნ, Ne oldu kız? რა მოხდა შვილო? Niye üzdün? ასეთი მოწყენილი რატომ ხარ? Boş ver anne. ხო მიცით დედა. ისევ იგივე პრობლემაა. Düzelecek kız. გამოსწორდება შვილო. Aman. აუცილებლად. Hadi. წადი, დღესადმე გაისეირნე. Nereye git? სად უნდა წავიდე? Hani şen. შაჰინგულთან წადი, მისი ბავშვი ლამის 1 წლის გახდა, მაგრამ საჩუქარი ჯერ არ გიყიდია. წადი მოინახულე. Vermedim. Ha? მიდი შვილო, მიდი. Hazır fırsat. Aman anne. არა დედა, არ მინდა. Kapanma ev. სახლში ნუ ჩაიკეტები ფუსუნ. გაისეირნე. გული გადააყოლე, მოგიხდება. Çağıralım. წავალ ტაქსის გამოვიძახებ. განი, Hadi canım çık. ადექი მივდივართ. Nereye? სად მივდივართ? იმ ნაკოთის სანახავად ბურჰანბეი ყიდვას რომ აპირებს. თუზლაში? ხო. ხომ არ დაგავიწყდა? 11 საათზე ონურბეი უნდა მოვიდეს. Kusura bak. ბოდიში მოუხადე. შეიძლება დავაგვიანოთ. Seni aratıp top. ამაზე მაშინ უნდა ეფიქრა მდივას რომ არ ეკინებდა. Ne diyeceğim ben gel. რომ მოვარაუთხრა. უთხარი რომ შეჰრაზად ანიმ სასწრაფო საქმე გამოუჩნდა. წავიდეთ განი. Hay Allah. რა ხდება რა არეულობა, ძალიან მოუწესრიგებელი გოგონები არიან, ძალიან. Kızlar çok. Çocuk ol. ჯერ ბავშვები არიან ნადიდე ჰანიმ. რას ამბობ ნიმეთ? ლამის გასათხოვრები გახდნენ. Artık. Ay. ჩემი პატარები. Olsun. არა უშავს. Sağlık olsunlar. ასე იყოს. თავარია ბედნიერები იყვნენ. გოგონები ძალიან გიყვართ ნადიდე ჰანიმ. Bu ne? ეს რა არის? Babaanne. მემწერენ. ბებიამ. ჩვენ Bu ჩვენ evden gidiyoruz. ამ სახლიდან მივდივართ. Annemin kavgası. მშობლების ჩხუბს ვეღარ გავუძლებთ. Bizi არ მოგწებნოთ. dedeme. პაპას უთხარი არ გაგვიბრაზდეს. Babaanne seni çok ბებია ძალიან გვიყვარხართ. შვიდობით, ბუქეთი და ბურჯო. kaçmış. გოგონები სახლიდან გაიქცნენ. ნადიდე ჰანიმ. ნადიდე ჰანიმ. Bir sebep söyle. თხოვე მიზეზი ამიხსენი პარტნიორობის გაწყვეტა რატომ გადაწყვიტეთ მეთქი მიზეზი არ მითხრა. რას ნიშნავს ეს ცევა? Saçmalık. სისულელეა. Kerem mi? ქერემა ხომ არ გითხრა რამე? Aynı şey. განსხვავებული არაფერი. Geçinemez. ერთმანეთს ვერ ვეწყობითო. Nasıl geçinemez? კი, მაგრამ ასე უცებ რა შეიცვალა? Onur'la Kerem ონური და ქერემი ძმებივით იყვნენ. ერთმანეთზე ძვირფასი არ ამიხავდათ. canı yanar. მართლა ვერ ხვდები მიზეზი რა არის? Bilmiyorum. Nasıl bu hale geldiler? სევალ, Seval. თუ რამე იცი? Aslında bir şey biliyorsun. ხო, არ დამიმალო. Bilmiyorum Feride. არ ვიცი ფერიდე. Çocuklara ჩვენ შვილებს გონივრული რჩევა უნდა მივცეთ. თუ არაფერი ვიღონეთ, უზარმაზარი ჰოლდინგი განადგურდება. ამის ნებას არ მივცემ. ამ ფირმაში ხმის უფლება მეც მაქვს. წილი გამაჩნია. რას ნიშნავს პარტნიორობა აღარ უნდათ? kolay mı? ეს ასე ადვილი არ არის. Bu meseleyi ჩვენ შვილებს ამაზე აუცილებლად სასწრაფოდ უნდა დაველაპარაკოთ. ბოლო დღეებში მოწყენილები იყვნენ. მეგონა ავად გახდნენ და სკოლაში ამიტომ არ მოვიდნენ. შუა დღეს თქვენთან დარეკვას ვაპირებდი. ავად არ არიან. Selen. სელენ დარწმუნებული ხარ რომ დღეს ბუქეთი და ბურჯო დაინახე? Evet. დიახ, მასწავლებელო აქ იყვნენ, ლაპარაკობდნენ, მაგრამ გაკვეთილზე არ შესულან. არ გითხეთ გაკვეთილზე რატომ არ შედიოდნენ? Yo. არა, არ მიკითხავს, ბუქეთი ბურჯოს ეუბნებოდა იზმირში წავიდეთო. იზმირში? Ne yapacak? დიახ, იზმირში რა უნდათ? არ ვიცი.
ვიაკრებანს იქ ნათესავები გყავთ? არა, იზმირში არავინ გყავს. ალა, შენ დამიფარე. ახლა რა ვქნა? ბუირონ ოდა ჩემს ოთახში ავიდეთ, პოლიცია შევატყობინოთ. არა, ჯერ მათ პაპას დავურეკავ. ჩვენ შეგვეტყობინეთ. დიახ, რა თქმა უნდა. მობილური ტელეფონი გამორთული ან გასულია მომსახურების ზონიდან. ჩენგელი ქოიში.